ეს ამდენ ბრალდებას როგორ გაუძლოს გულმა? ყველა შემთხვევაში ჩვენთვის ქართველებისთვის ეს ნამდვილად ეს 100-იანი უნდა დავამატო ტექნიკურზე რა, უბრალოდ არ შემიძლია რომ ეს არ ვახსენო და არ დავამატო. ცხვის გამარჯობა. დღეს დაგიბრუნდით ანიმაციის განხილვით. კაიხანი ანიმაცია არ განგვიხილავს და თან რაღაც ისეთი ანიმაცია ავარჩიეთ, არ ველოდი ასეთი თუ იქნებოდა საკმაოდ დადებითად თუ არ განწყობილი. რა. ეს ანიმაცია სახელწოდებით გახლავთ სვებთ გაცვლა. გაცვლილი. ხო, სვებთ, ანუ იდ მესამე წარსულის ფორმა კი არის, მაგრამ ასევე ის გულისხმობს, რომ ანუ რაღაც მდგომარეობას ანუ ნებითი გვარის ვნება თვითონ. passion. ინგლისურის გაკვეთილებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. რომლის რეჟისორი გახლავთ ნათან გრენო და რომელსაც გადავალე თვალი და რაპუნცელია გადავებული. რაპუნცელის რეჟისორი არის, იმიტომ რომ სტუმრად რობინსონებთან, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის ფილმი იყო, იქ რო გადავედი, მეთქი what? ეს არის ეს რეჟისორი, იქ უბრალოდ რომელიღაც პერსონაჟს ახმოვანებდა. ხო, აქ მონაწილეობს არა, ახმოვანებს მთავარ პერსონაჟს მაიკლ ბი ჯორდანი, ჩვენი ოსკაროსანი პატივცემული ბიჭუნა. შენგან პატივცემა ვერ შევნიშნე ჩვენ ამ ადამიანის მიმართ და ეს ტყუილები. ეს ამდენ ბრალდებას როგორ გაუძლოს გულმა? ორის დაივის ახმოვანებს მაიკლ ჯორდანი და ჯიმ თემპელ, არ ვიცი ეს სახეობი. და ასევე ტრეისი მორგანი ახმოვანებს ბოგლს და ტრეისი მორგანი, ანუ ჩემ ბავშვობიდან რაღაც ეს კომედიები ძალიან კარგად მახსოვს და კაი ხანია საერთოდ კაცი ცოცხალი თუ იყო არ ვიცი და კარგია რომ ცოცხალია. მიუხედავად იმისა რომ წლის დიდი ნაწილი არის დარჩენილი ჯერ კიდევ და ბევრი ფილმი და ანიმაცია გამო, ეს ანიმაცია უკვე არის მოხსენიებული ოსკარის შესაძლო ნომინანტად და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რაც კარგია. მაგიტომაც დამაინტერესა, მაგრამ თან ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა, სანამ ამას ამ ამბავს გავიგებდი, პოსტერი რო ნახე, ეს არსებებმა ისე მიიქცია ყურადღება, მე როგორც ანიმაციებზე დამოკიდებული ადამიანი ჩვეულებრივად ედიქტი ვარ ანიმაცია. მეთქი ეს რა საყვალობები არის და ძალიან უყვარს ხოლმე გამოგონილ არსებებზე რა. ოღონდ თან საინტერესო ისაა, რომ Firewolf-ები და რაღაც ირმის მაგვარი არსებები. ეგენი იყვნენ ულამაზესები და უბრალოდ ეგ მაინტერესებს. და ძალიან კრეატიული იყო, თვითონ ის ხის მგელი და ესე რო ადგას თავზე. ირმები, ულამაზესი არსებები იყო. გირჩების რაღაც ზღარბებს რო გავდა და გირჩები რო იყო. ანუ ეგ იყო, რომ ყველა გავდა რაღაც ცხოველს, რაც ჩვენს რეალურ სამყაროში არსებობს, მაგრამ ცხოველი, ხო. სცენარის, ანუ ხო და ნაზავი იყო რა, ნუ მთავარი რა ვქოთ, ჯო. კაივირია, ჯო. კი, მართლა ძალიან კრეატიული არის ზუსტად ეს სიტყვა. უბრალოდ იცი რა მაინტერესებს? ფანტაზიით შექმნილ არსებას ან რაღაც ფიგურას, თუნდაც კინოში არ იყოს და იყოს რაღაც ნივთი, როცა ცხოველს გავს, ამას ხო უწოდებთ ზოომორფულ ფიგურებს. ეს ზოომორფული ფიგურა არ იყო, იმიტომ რომ თვითონ ცხოველი იყო და ასეთ რაღაცას რამე ჰქვია, როცა მცენარეს გაგონებს? ფლორა, ფაუნა. I have a flora, I have a fauna. ეს ასევე. რაღაც სახელი მაგიტო თუ არ არის ეს ჩვენ მოვიფიქრეთ და ვუწოდოთ. დუბლიორები. ზოომორფული ხო მაგიტო ქვია რომ ზოო და რაღაც ცხოველური არსებები და იმ მცენარეული ელემენტები. ჰერბარული არსებები. მაგრამ ყვავილოვანი კომოსტოვანი. ძალიან მაგარი იყო, ეგ უნდა პირველ რიგში მოგონი ეგ უნდა გვეხსენებინა. კი, იმიტომ რომ ძალიან შესამჩნევია თავიდანვე და მე თავიდან რაღაც გელს რო დაინახავ, მე მაგალითად რო დავინახე, მეთქი ეს ჩვეულებრივი გელია და მე ნელა რო დავაკვირდი და ხის რო იყო და იქ იმ თავარს რო ცეცხლოვანი მგელი რომ იყო ნამდვილად Firewolf-ი და დანარჩენები რო ყვავილოვანი მგლები იყო. ხო, რაღაც ყვავილოვანი კომოსტოვანი. გლისის პატარა შვილით. ხო, ეგ იყო ტეკლილი პაწაწინა არსებები იყვნენ.
რაც ანუ ანიმაციისთვის დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებას რომ დაინახავს, სანამ ხმას ამოიღებს, ან თუ არ ამოიღებს საერთოდ ხმას, როგორც მაგალითად flow-ში, უნდა შეგიყვარდეს, იმიტომ რომ ბავშვს უნდა შეუყვარდეს და ემპათია უნდა გაუჩნდეს მის მიმართ და აქ პირველივე კადრში ამაშო ხედავ, გინდა რომ გაძიძგნო და მე ყველა ეგეთია, ყველა გინდა რომ გაძიძგნო. თვალები, უზოყროლის თვალები აქვს. და ერთი რაც აი არ ვიცი, სხვაგან არ დავკვირვები ვარ, ეგ ჩემი ბრალია თუ რა არის, მაგრამ ამ ანიმაციაში უბრალოდ არ შემეძლო არ მეყურებინა თითოეული არსების კერდის ნაწილზე გული ანუ გულის ცემას ხედავდი. ეგ ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩიტებზე ხო? ძალიან კარგად იყო ეგ აღებული, იმიტომ რომ რეალურ სამყაროში ხო ჩიტებს ძალიან ისეთი გულის ცემა აქვთ, რომ ანუ სხეულზე ძალიან ეტყობათ, ხო? და აი აქაც ეგ იყო გადატანილი და ძალიან. ეგ ძალიან მომეწონა. აი არ ვიცი, ეგეთი რაღაც არ შემიმჩნევია, მაგრამ ძალიან შეიძლება ჩემი თვალის ბრალია, მაგრამ აქ აი ეგრევე ერთ-ერთი პირველი რაც შემიმჩნია, ეგ იყო როგორ უცემთ გული ცხოველებს. ეგ ძალიან მაგარი რაღაც ყასე დეტალებს რო ყურადღება მიაქციეს, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო ეგ თითქოს რა დააკლდებოდა, მაგრამ რო ქონდა უკვე ძალიან ბევრი რაღაცა შემოტა, რაღაც ძალიან უფრო ცოცხალი გახადეს და ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აშკარად, ანუ ეს ანიმაცია პირველ რიგში უფრო დაბალასაკზე არის გათვლილი. თუმცა ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუყურეთ, იმიტომ რომ სათქმელი აქ ისეთი, რომ ყველა ასაკისთვის მნიშვნელოვანია და ასეთი სათქმელით ანიმაცია, არ ვიცი, არ მახსენებ, არ ვამბობ, რომ არ არსებობს, მაგრამ ასე უცებ თავში არ მომდის, რომ ნდობაზე ანუ მენდე და ენდე და უნდა ვენდოთ და ჩვენ თუ ერთმანეთს ვენდობით, უფრო ძლიერები ვართ, ეს ფრაზაც იყო ხო ცალკე აღებული, ანუ ნდობასთან დაკავშირებით ანიმაცია რაღაც ესე არ მახსენდება. კი ეს ისეთი თემაა, რომელსაც ასე ახსენებენ ხოლმე, მაგრამ ეს ანიმაცია მთლიანად ამაზე იყო. და ეს რო არის რაღაც გული ანიმაციის ტექნიკურზე ლაპარაკით დავიწყეთ, მინდა რომ სინემატოგრაფით ვახსენო ანიმაციებში ყოველთვის არ ვიცი ხოლმე როგორ ვთქვა, საოპერატორო ნამუშევარს ვერ ვიტყვი. უბრალოდ აი თვითონ სინემატოგრაფი პერსონაჟების ანატომიას რო თავი დავანებოთ, არის ულამაზესი. ისეთი ფერებით არის ნაჩვენები, იმდენად ცოცხალია, მართლა თქო სუნიც კი მოდის ამ ბუნების ყვავილების და განსაკუთრებით მე ის კონტრასტი ბოლოს რაც ხდება და ეს ცეცხლი და ყვამლი და ეს მთელი უბედურება რაც ბოლოს ხდება, თითქოს მაგის სუნიც კი მოდის. აი მაგაზე ვგიჟდები ხოლმე, რომ ანიმაცია თუნდაც ზოგჯერ ფილმის ახერხებს მაგას, რომ რაც ეკრანზე ხდება, მარტო გრძნობებზე კი არ მოქმედებს, ან რაღაც ან გონებაზე. თითქოს სუნზეც კი ფიზიკურადაც ანუ შემოდის შენ სამყაროში თუ შენ შედიხარ იმ სამყაროში, ანუ რაღაც ეს გადაკვეთა ხდება და აქაც აი სინემატოგრაფის და თვითონ ანიმაციის სტილის დამსახურება იყო, რომ ესეთი გარემო შექმნა და ესე ზუსტად ჩაჯდნენ ამ გარემოში პერსონაჟები, ანუ ფანტასტიკური პერსონაჟები არიან, მაგრამ რაღაც აი თითქოს აი იმ გარემოსთვის რეალისტური იყო, თან ფანტასტიკური იყო, მაგრამ თან ძალიან რეალისტური იყო, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად იყო მორგებული პერსონაჟებს. ეს რეალისტურობა თან ჩვენთვის არსებულ რეალობასაც იყენებენ. იმისთვის რაღაც რეალისტური გახადო, მაგრამ საერთო ჯამში ისეთი სამყაროა შექმნილი, ანუ მართლა სამყაროა შექმნილი, რაღაც ჩვენ რეალობაში არსებული ბუნება კი არ აქვს, რაღაც პატარა დეტალი აღებული, საერთოდ სხვა სამყარო აქვს შექმნილი და აი ეგ ანიმაცია მაგიტომ მიყვარს ხოლმე განსაკუთრებით და ანუ ყველაზე მეტად უბრალოდ ასეთი ანიმაციები მიყვარს ყველაზე მეტად, რომ სულ სხვა სამყაროს რო გთავაზობენ რა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად კინოში რომელ დარგსაც აქვს მაგის უნარი არის ანიმაცია და აი ამ უპირატესობას რო ასე კარგად იყენებენ ხოლმე, ეგ ძალიან მიყვარს და ძალიან მოვაფასე. ვიზუალურ მხარესთან ერთად მე ძალიან მომეწონა სკორი, მუსიკალური გაფორმება რაც ჰქონდა, იმიტომ რომ ჯერ თავიდანვე ყური მომჭრა, ასე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო მუსიკა იყო, მაგრამ სასიამოვნოს თავი დავანებოთ, რაღაც მომენტები იყო, ძალიან ეპიკური იყო, ოღონდ უფრო
ჩუმად და რა ორკესტრალური ეპოსი რაც არის ხოლმე და რაც აი Lion King-ში რაც არის მაგალითად ეგეთი არა აი უფრო ფოლკლორის ხასიათი ქონდა და თითქოს აი მართლა ეგეც კი იდეალურად იყო ჩასმული ამ გარემოში და ამ პერსონაჟებში იმიტომ რომ რაღაცნაირ ეიფორიას იწვევდა მაგრამ თან მართლა ის ეპიკური განცდაც რაც აი ჰიროიზმი და სიმამაცე და ეგეთი რაღაცეებიც მოდიოდა, ანუ ყველაფერი იყო ამ ერთ მუსიკალურ მუსიკაში ჩასმული და ძალიან მოუხდა, მე მგონი ორიგინალური, ანუ ამ ის არის დაწერილი, ხო? ეხლა მე იმას ვიხსენებ, ამას რომელი პერსონაჟი გავდა? სახლში მყავს პატარა ოლი, აგერ არის, ეხლა 1500-თან დაწორული და ისევე არაადეკვატურად იქცევა ის, მაგრამ რითი წება ხო მთელი პრობლემა, მთელი ამბავი, რომ ოლი არის ის არსემა ის პუკუ, რომელიც სხვა პუკუებისგან განსხვავებით საყვარელი სახელია. აი ზუსტად თუ არ გაქვთ ნახე ეს ანიმაცია, თუ არ იცით რა არსებობს საუბრობთ, პუკუ რაც წარმოგიდგენიათ, ეგ არის ზუსტად. დიდი პუკუები ხო უსაყვარლესები არიან. მაგრამ პატარა არსებობს რო ხატავენ ხოლმე კიდე შვილენ ბეიბის და რაღაც children kid ესეთი სახეები დიდი შუბლი და დიდი თვალები იმიტომ რომ აქ ხო თვალები ვერ ჩასული თვითონ ის გლების საყვარლები ნამდვილად არ იყვნენ საინტერესოები იყვნენ ვერ საყვარლები არ და ის პატეტინა გურის საყვარელი სახე მართლა გლებს გავდნენ ხო ესეთი გრძელი სახე და ის ლეკვიკი და ის ფუმფულა მართლა თან ხისგან არის გაკეთებული და ფუმფულა არანაირად არის ჩაჯუჯა და გააყირავა ეს ჩვენი პატარა ოლი პატარა პუკუ გამოავლენს იმას რაც ეკრძალებათ პუკუებს თავის გადარჩენის მიზნით ეს არის ინტერესი არ უნდა აინტერესებდეს არაფერი იმიტომ რომ თუ გაინტერესებს მაშინ მოიქცევ ისე როგორც იქცევა ოლი გინდა რომ დაიკმაყოფილო ეს ინტერესი რაც ნიშნავს რომ უნდა გასცდე იმ საზღვრებს სადაც ხარ გამოკეტილი და იმ საზღვრებს თუ გადალახავ მაშინ შენ სიცოცხლე საფრთხე შეექმნება მაგრამ ნუ ეს პატარა შეუდრეკელია აინტერესებს რაღაცეებს გამოიგონებს გააკეთებს და ეგ როგორი ძალიან კარგი მესიჯი იყო თვითონ ეგ ეპიზოდი წყალში რო ჩადებს ამ მინას გაწმენს და დაინახავს რომ თვითონ ზედაპირზე ცხოვრობს და წყალში ისეთი სამყარო რომელიც არასდროს უნახავს და რომ დაიწყებს რაღაცების გაკეთებას გაიგოს და რო არ ნებდება აი ამაზე ხო მთელი ანიმაციები არის ხოლმე და ფილმები არის და ასე შემდეგ რომ არ უნდა დანებდე რა სანამ განაცუდები Wild Robot მაგალითად რაც განხილული გვაქვს ახაც ამხტება აღწერაში დავტყოთ მაგის ლინკს რაც აი გადასარევები ნამუშევრები კეთდება ხოლმე ამ თემაზეც მაგრამ ამ ანიმაციაში ეს მომენტი გრძელდება რამდენ ხანს რა ვიცი წუთნახევარი ალბათ და აი ძალიან პატარა მონაკვეთი ძალიან მაგრად არის ახსნილი და გაკეთებული ის რომ არ უნდა დანებდე სხვა მომენტებშიც არის რასაკვირველია და ეს ანიმაცია ზოგადად კი ამ თემაზეც არის არ დანებებაზეც იმიტომ რომ თუნდაც ის რომ ამჯერად დოსნო მარცვალს რომ დაეძებენ და რამდენჯერ შეცდომა მოუვათ რამდენჯერ გაუწბილდებათ იმედი მაგრამ მაინც ეძებენ და აგზელებენ ანუ არ დანებდნენ მაგრამ თვითონ ეს პატარა მონაკვეთი ძალიან კარგად აჩვენებს მაგას ბავშვებზე რადგან არის გათვლილი ანუ ანიმაციაა და თან ეგეთი თქოს აი იმას ეუბნება რომ აი რამდენად კრეატიულად შეიძლება პრობლემების გადაჭრა რამდენად შემოქმედებითი და მოხერხებული შეიძლება იყოს ადამიანი ან პუკუ ბავშვი რო ნახავს ამას გაიფიქრებს რომ და ის ბავშვები ხო ისედაც ეგეთი კრეატიულები არიან ეს მე ვუკლავთ მათ ამას მათში ამ კრეატივს მე განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე აი წყლის ქვემოთ რო აკეთებენ ხოლმე ანიმაციებს იმიტომ რომ და ძალიან ლამაზი იყო აი ნემოს რო შევადაროთ მაგალითად ნემოს წყალქვეშა სამყარო უფრო ნუ იქ თემატიკაც ეგეთია მაგრამ და მაგის შესაბამისია უფრო dark და რაღაც აი ისეთი რომ შეგეშინდება საუბრიც და აქ რო ჩადის და პირველად ხედავს ისეთი ლამაზია და თქოს აი ბავშვი როგორც ხედავს სამყაროს რომ აი ყველაფერი ისეთ ფერებშია ან მაგის ეგ არის თქოს ნაჩვენები და ეგეც ძალიან ლამაზი იყო კიდე ეგეც საინტერესოა როცა უკვე მე გუგლებად რო გადაიქცევიან და კი მაშინაც ლამაზია ის წყლის სამყარო მაგრამ ისეთი ფერად აი
პატარაული როცა ჩადის ძალიან სავსეა და ძალიან ფერადია და ბუგლები რო არიან ისე ძალიან აღარ არის რა რაღაც ეგეც ალბათ ერთგვარი ხაზგასმა იყო რომ ზუსტად შეერა თქვი რომ ბავშვი როგორ წყლის არსებობაზე ძალიან გადავირიე ეგენიც როგორი მცენარეული არსებები არიან აი ყველა აი ეგ რატო გადაწყვეტეს ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო რომ მცენარეული არსებები გაეკეთებინათ აი მაგ ცხოველებსაც მცენარეებსაც ერთგვარი ანუ ასე რენდომად არ იქნება არჩეული მცენარეები აი მგლების და აი მირმების ყველა შემთხვევაში უბრალოდ მე ვარდის გარდა არც ერთი მცენარე არ ვიცი ვერცერთი იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ ამიტომ ხეების რომელიც ცხოველებად არიან გადაკეთებული მაგას მით უეწეც ვერ მოვახდენ მაგრამ მგონია რომ მაგასაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ექნება რაც ნუ ბოტანიკოსები გამოგვეხმაურეთ თვითონ ეგ ბუგლებად გადაქცევის მომენტის რა მაგრა იყო გაკეთებული აი ის რაც ვახსენე რომ თითქოს სუნს გრძნობ ყველა იმ გარემოსი რაშიც მოქმედება ხდება მანდაც თითქოს აი რომ ჩაცვივდნენ ამ წყალში რაღაც შეგცივდა და ეგ რა მაგრა იყო ტექნიკურზე საუნდი წყალში რო არიან როგორი მოგუდული დახუფული ხმა არის აი ეგრევე შევამჩნიე რა მაგარია ეხა ის გამახსენდა ფლოუში არისო ძალიან მაგარი წყალქვეშა კადრი ხმართვი ეგ ანიმაცია კიდე უნდა ნახო მილიონჯერ ფლოუ ამდენჯერ რო ვახსენთ ეგეს განხილული გვაქვს თუ და გაინტერესებთ ახთუანებული ნოთლო კაი განხილვა გამოგვივიდა ეგ იმიტომ თვითონ ანიმაცია იყო ძალიან მაგარი თავარ სათქმელს და მესიჯზე მეც ვიტყვი მაშინ ორ სიტყვას უბრალოდ ანუ ჯერ ის მინდა ვახსენო რომ მიუხედავად იმისა რომ ძირითადად ანიმაციების ძირითადი ნაწილი პირდაპირ და უშუალოდ არის გათვლილი ბავშვებზე კარგ ანიმაციას ყოველთვის აქვს უფრო ღრმა მესიჯი და აზრი და თუნდაც სიმბოლიზმი, რასაც ბავშვი ვერ გაიგებს, ბავშვი გაიგებს შეგრძნების დონეზე, რაღაც 10 წლის მერე, 15 წლის მერე რო გაიზრდება და კიდევ უყურებს, რაღაც სხვას წაიღებს ამ ანიმაციიდან და თუნდაც ნემო 9 ჯერ ვახსენეთ და ბარემ კიდევ ვახსენოთ, რომ კლასიკა ერთ-ერთი ანიმაციის სამყაროში და სულ სხვა რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის 10 წლის რო ვიყავი მაშინ და სულ სხვა რაღაცას ნიშნავს ეხლა. ამ შემთხვევაშიც მე მგონია რომ ერთ-ერთი ნიშანი ეგ არის თუ რატო არის კარგი ანიმაცია რომ მაგ სიღრმისეულ ფენებად არის თქოს და მაგ ფენებს რო ხედავ და ამაში ნამდვილად დავინახე თავარ მესიჯზე რაც მინდა თქვა ნდობა რაც ახსენე კი რა თქმა უნდა ეგ უბრალოდ იმ პოლიტიკურ კლიმატზე მინდა გავამოხვალ ყურადღება რაც ეს ანიმაცია არის გაკეთებული ამერიკაშიც და სოფლიოშიც ახლა ვიცით რომ ზოგადად ხალხი და საზოგადოებები ძალიან 2-ად 3-ად 4-ად რავი ნაწილებად არის დაშლილი და გაყოფილი ამერიკა რო ავიღოთ რადგან ამერიკაში არის გაკეთებული და რადგან ამერიკაში ვიცით რომ ეს დემოკრატები და რესპუბლიკები ძალიან ორი სხვადასხვა ოთახში რო დასვა დემოკრატი და რესპუბლიკელი შეიძლება დაჭამონ ერთმანეთი, იმიტომ რომ არ მოусმენენ ერთმანეთს უბრალოდ და ეს ზოგადად მარტო ამერიკაში არ ყველგან ესეა. და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საქართველოში. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორი რაღაცაა მსგავს პოლიტიკურ კლიმატში და მსგავს სიტუაციებში ასეთი მესიჯის ანიმაციების გადაღება, იმიტომ რომ თავარი მანტრა რაც არის ამ ანიმაციაში არის რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. კუნძულის სხვადასხვა მაცხოვრებლები ერთმანეთს ჭამენ და ერთმანეთის მტრები არიან, ერთმანეთის პირდაპირ არ ესმით, ანუ ეგ ძალიან მაგარი სიმბოლიზმი იყო ეგ და მაგაზე ცალკე გავამოხვალებთ ყურადღებას და ერთმანეთს არ ესმით, ერთმანეთი ეზიზღებათ ჭამენ, ან პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ ხო, პირდაპირ მნიშვნელობითაც. თაც პრინციპში ხო, ბოლოს რა ხდება? ისინი სწავლობენ როგორ გაიგონ ერთმანეთის, როგორ ელაპარაკონ, კომუნიკაცია, ემპათია ასე შემდეგ და ერთად ებრძვიან ერთმანეთს კი არა, ერთად ებრძვიან იმას, ვინც თავიდანვე დააშორა ესენი. და აზრი არის ეგ, რომ ჩვენ ადამიანები ზოგადად ერთად უფრო ძლიერები ვართ და რადგან პოლიტიკური კლიმატი ვახსენე და რადგან მგონია, რომ ძალიან ინსპირირებულია მაგ სიტუაციით ერთმანეთი კი უნდა დავჭამოთ, ის პოლიტიკოსები უნდა დავჭამოთ, რომელიც სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ჩვენ ცალ-ცალკე ვიყოთ ნაწილებად დაშლილი და ერთმანეთი დავასუსტოთ, ანუ ეს ისტორიულად
ასე რაღაც ცნობილი რაღაცა რომ ხალხი რომელიც ერთმანეთს ჭამს შიდა პრობლემებიც რატო არის ესეთი ცუდი იმიტომ რომ უფრო სუსტდები და მე უფრო მარტივი სამიზნე ხარ და მარტივად ხდები მსხვერპლი და ეს ანიმაცია ძალიან მაგრად აჩვენებს თუ რა მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება ერთიანი იყოს და ერთმანეთის მოსმენა და ემპათია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი რაღაცა რომ უნდა ვისწავლოთ და მესიჯის ისე რომ დავისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, გაგება, სიუჟეტური ხაზი რაც არის რომ სხვის ტყავში ხო უნდა შეხვიდე, ანუ ეს არის რაც არის აგებული მთლიანად და მაგიტომ მგონია რომ ბრავო ამ ანიმაციის შემქმნელებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ მესიჯის ბავშვებისთვის გაგზავნა და დიდებისთვისაც. და აი ეგ იყო მაგარი რომ საიდან დაიწყო ეს ამბავი პატარა ოლი შეხვდება პატარა აივის და მათ შორის პატარებს შორის შედგება კომუნიკაცია. მანამდე კომუნიკაციაზე არავის უფიქრია. ყველამ თავისი მხრიდან, თავისი პერსპექტივიდან გამოიტანა დასკვნები მეორე მხარესთან დაკავშირებითაც, თავის მხარესთან დაკავშირებითაც. არც აქვთ სურვილი რომ იკითხონ და როცა არ გაკითხვის სურვილი, მე არ არის კომუნიკაცია, რო არ არის კომუნიკაცია, ის სიმბოლო რაც უკვე ვახსენეთ, რომ სხვადასხვა ენა აქვთ და არ ესმით ერთმანეთის აქ ხო ინგლისური და ფრანგული და ქართული არ იგულისხმება განსხვავებულ ენებში. მაინც და მაინც ზუსტად ეს რომ უბრალოდ რაღაც ზინას გავდა Project Hail Mary-ში თუნდაც ეს უცხო პლანეტელებთან როგორ ლაპარაკობ და მან ბებია რო უყვება ეს როგორ მოხდა, როგორ ჩაიკეტა. ბებია კი ყველა, მაგრამ ვიზუალურად ამას ხო გაფორმება აქვს ფლეშბექების სახით. ამას რო ყვებოდა, ეგრევე გამახსენდა ბაბილონის და ღმერთმა რომ ბიბლიურ რეალურზეა ხო? ხო, ძალიან, ანუ ეხლა რაღაც შენც ეგ გაგახსენდა, ესე იგი ეს არ არის მარტო ჩემი ასოციაცია, ხო. ხო, ეხლა ყველა შემთხვევაში ჩვენთვის ქართველებისთვის ეს ნამდვილად keyword-ი რაც წეგან გამომრჩა არის კიდე განსხვავებულობა, ეს განსხვავებულის მიღება, რაც რის პრობლემაც ასევე არის სამყაროში დღეს. ну ყოველთვის იყო, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დღეზე ვიფიქროთ, მოდი, განსხვავებული შიშს ასწავლიან ყველა ამ არსების ბავშვებს, პატარებს, როგორც ოლის ასწავლი და მამა, რომ მარტო პუკუები არიან სანდოები, დანარჩენს არც უნდა დაელაპარაკო, დანარჩენს უნდა გეშინოდეს, დანარჩენი ისეთია, ასეთია. განსხვავებული შიშს ასწავლიან ბავშვებს, რაც ნაცნობი სიტუაცია ხომ არ არის. მომეწონს ხოთაშორის ეგეთი რაღაცაც არ მახსოვს ოლის რო ელაპარაკება აივი. ანუ ოლი მუთხრა რაღაცაზე მადლობაო და გაუკვირდა. პირველად მითხრეს მადლობაო და მე რაღაცა ესე ახსნის ჩვენ მშობლები რომ დავკარგეს და რაღაც უფროსი დავარ მე და მეკის რა ვალად რომ გამომეკვება ისინი და მე უნდა მომეპოვებინა საჭმელი და ასე შემდეგ და პასუხისმგებლობების მიხედვით, ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, აგრესიას ანუ რაღაც ეჩხუბებიან შენ ზედმეტ, ნუ ერევი ზედმეტად, რაღაცა. არა და ამ დროს მეორე მხარესთვის ჩემი აზრით ეგ არგუმენტია და არაზრუს არ ათქმევინებენ ხოლმე. არაზრუს არ ათქმევინებენ. ის კი არა რომ დააყოდო, არავინ არავის არაფერს არ აყვედეს, უბრალოდ ამ შემთხვევაში აივიც ხო, ოლის რო უთხრა რაღაც დაყვედრება გამოვიდა და ის გამოვიდა რომ ის შევწუხდი რომ ჩემ დებზე ზრუნვა მიწევს, ასეთ რაღაც არ უთქვამს, უბრალოდ ფაქტი აღნიშნა. და ისიც არ უთქვამს რომ მე მათგან მადლობას მოვითხოვან რაღაც, უბრალოდ ძალიან გაუკვირდა რომ არაზრუს ჩემს არავის მადლობა არ უთქვამს და ეგეც ძალიან გულწრფელი იყო. მე ყოველთვის მაწუხებს ხოლმე რატო არ ათქმევინებენ ისეთ პერსონაჟებს, ასეთ ტექსტებს, რომელთაც რეალურად ეს არგუმენტი აქვთ. რომ კი მე პასუხისმგებლობა მაქვს, პასუხისმგებლობას ვეკიდები გაგებით. და ძალიან კარგად იყო ჩასმული, ძალიან კარგი ეპიზოდში და შენ რა თქვი, თავარი რატომაც ეს დიალოგი იყო ფასეული, იყო ზუსტად ის გულწრფელობა. და ამ დიალოგიდანაც მე მგონია რომ ძალიან კარგი მესიჯი მოდის ბავშვებთან. მოდის, მეც ბავშვებთან გავერიე, ჩვენთვის ბავშვებისთვის. პერსპექტივის ცვლილება რამდენად აშკარა არის, ან ჩვენს ოლის მსგავსად ეს ჯეივენები რაღაცნაირად გვაშინებენ, რადგან ოლის პერსპექტივით არის თავიდანვე და ჩვენს ეგრე გვაჩვენებს, ეგრე ვხედავთ, რომ ესენი არიან მტაცებლები და ახლა თუნდაც ის მომენტი, რომ აი
პოლი რო ჩააგდო იმაში საიდანაც იწყება მე ეს ყველაფერი ორმოში ეს როგორ იყო იმათი პერსპექტივით ანუ სხვანაირად დაინახეს და ჩვენ დავინახეთ როგორც აი ჯეივენი თავს დაესხა ოლის და აი ხა ოლი ამ უბედურ დღეშია და თურმე ყოფილა ის რომ იმას ეგონა რომ ოლის რაღაცისგან იცავდა თვითონ ჯეივენებისგან იცავდა მე მგონი თუ რაღაც ან მოკლედ სხვა პერსპექტივა იყო და ეგ პერსპექტივის ცვლილება კიდევ უფრო კარგად ხას უსვამს მაგას რომ თავარია ჩვენ ერთმანეთს მოусმინოთ და რაღაც სტერეოტიპებს და დოგმებს არ დავმორჩილდეთ და ამ დოგმებს არ მივცეთ უფლება რომ გაანადგუროს ხიდი ჩვენ შორის რაც ბუნებრივად არის და უნდა იყოს. მთელი ფილმი ანუ მაგაზე არის ხო აგებული პერსპექტივის ცვლილება თვითონ პერსონაჟზე ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რომ შენი მტრის ტყავში რო შედიხარ და შენც მხოლოდ ერთი მხარე სადაც შენ ხარ და აბა ახლა მოდი იქიდან შეხედე რაღაც ძალიან ზედიზეთისემი რაღაც ეგრე დაემთხვა ჩვენი განხილვები რომ უკვე მე რამდენი თუ ახსენებთ სიკეთეს და სიბოროტეს და კარგს და ცუდს და რაღაც აბსოლუტური ეგ არის ცხოვრება აბსოლუტური კარგი და აბსოლუტური ცუდი რო არ არსებობს და ასე შემდეგ და რაც უფრო მეტი პერსპექტივიდან ხედავ, მით უფრო კარგად იგებ სიტუაციას და რაც უფრო კარგად იგებ, მით უფრო მარტივად შეიძლება მიხვიდეთ რაღაც ყველანი ერთად რაღაც საერთომდე. ჭეშმარიტებას ხო ისეთი ცნება, ანუ ჭეშმარიტება საბოლოოდ არის ის, რაზეც ვთანხმდებით. აი, შეთანხმება არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც შეიძლება საზოგადოებამ მიაღწიოს. შეთანხმებაზე უკეთესი საზოგადოებას არ ვიცი, უფრო მეტი რა შეიძლება შეძლოს საზოგადოება. ისე კარგად აჩვენებს ეს ანიმაცია ამ თვითონ ზღვის ტყავში შესვლის მეტაფორას. ცეცხლოვანი Firewolf-ი, ვინც აღნიშნა მთავარი ბოროტმოქმედი, თითქოს მის რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ მე პირადად მის ტყავში შესვლაც ვცადე. ანუ იმასაც კი გავუგე და იმის მიმართაც კი გამიჩნდა რაღაც ემპათია, მithumetes ის რო თქვა რომ მე მომისწოლეს არავის უნდოდი და რაღაც ანუ გასაგებია რომ ეხა ჰიტლერი რო დამიდგეს წინ არანაირი ემპათია არ გამიჩნდება მის მიმართ, მაგრამ კიდე ერთი რაღაც არის რა მაგარი შენ არ გაგახსენდა ეხა მაურისიო კატელანის არის მუხლებზე დამხობილი ჰიტლერი გაისე კარგად გაგიჩნდება ემპათია არა შეიძლება არ თანაუგრძნო, რომ არ დაეთანხმო მის მოქმედებებს და უარყო ყველანაირად, როგორც ამ Firewolf-ის შემთხვევაში. მაგრამ ანუ უსმენ და იგებ რა აქვს სათქმელი, ანუ იმდენად კარგად გასწავლის საქმე, ასე ვთქვათ, ძალიან ჭყილებში რო ვთქვათ, ჭყალებში რო ვთქვათ. იმდენად კარგად გასწავლის მოსმენას და ზღვის ტყავში შესვლას, რომ თავარ ბოროტ მოქმედსაც კი უსმენ. ბევრ რაღაცას დამაფიქრა, რომ მაგალითად თუნდაც ჩვენი დღევანდელი სიტუაცია საქართველოში რაც არის, ის რომ მე ის მის იდეოლოგიას ხო, ანუ ის რომ მე ადამიანს არ ვეთანხმები, მაინც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ანუ არ მოусმენ, უნდა მოусმინოთ ერთმანეთს, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდეს და რაც არ უნდა სრულიად საპირისპირო იდეოლოგია და რწმენა და რწმენა რელიგიას არ გულისხმობს, ზოგადად რწმენა გქონდეს. მაგ მოსმენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ამ ანიმაციაშიც რა გამოჩნდა, რომ როდესაც მე არ მაქვს სურვილი, რომ შენ გელაპარაკო, შენ რა ძალიანაც უნდა გინდოდეს, შენ როგორც უნდა მზად იყო შემოსასმენად, მე თუ მაქვს ეს დამოკიდებულება, რომ მე შენთან სათქმელი არაფერი მაქვს, ხო, ანუ რაღაც ამიტომ უნდა იყოს ორი გადაწყვეტილება. რომ ილაპარაკო და ოღონდ შენ ბოლომდე მომისმინე და არა ის რომ რაღაც გაყინული გულის ყურით უნდა უსმინო და არა მხოლოდ ყურით. მოკლედ ეს ანიმაცია არის ორი სიტყვით რო ვთქვათ, გაიზარდე თვალსაწიერი. თუ შეიძლება. ბუნებზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა განხილვაში, როცა დრამა განხილვათ და შეგიძლიათ ეს განხილვა ღმერთო ჩემ რამდენი რამე განხილული და დარჩა რამე რაც არ ვისაუბრია. მგონი უნდა გავაუყოთ. არხი იხურება. ზოგადად ბულინგის თემა ეს ისეთი პრობლემაა, რაც არსებობს. ასეთ მწვავე თემატიკებს ხშირად იყენებენ ხოლმე ძალიან გამაღიზიანებლად. საზოგადოება ბადებს ესეთ ადამიანებსაც. მოდი
ვაღიაროთ. მე სტატისტიკურად გამოთვლილი და რაღაცები არ მაქვს და ვერ ვიტყვი რომ არავინ არ იბადება ესეთი, მაგრამ მე მგონი უფრო ხდებიან ადამიანები ესეთები და რატომ ხდებიან? იმიტომ რომ საზოგადოება არ არის აუცილებელი სახლიდან რომ ხო ზოგჯერ შეიძლება ეს საზოგადოება რომელიც ისეთად გაქცევს როგორც წესრიგელია იყოს სახლს აქეთ და ზოგჯერ შეიძლება იყოს სახლს იქით. თუ ძალიან უიღბლო ხარ ორივე მხარეს ესეთი იქნება. თავარი რაც არის რომ მოვუსმინეთ და გავუგეთ. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მის ქმედებებს დავეთანხმეთ ან ამით მისი ქმედებები გამართდა და კი უნდა გადაიწვა ესენი და უნდა გამხდარიყო ბოროტმოქმედი. არა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია და უამრავი მგელია რომელიც დაიჩაგრა და ბოროტმოქმედი არ გამხდარა და ჰიტლერი რატო ახსენებამდე ჯერ ვთქვი, ჰიტლერი არ გამხდარა, ანუ ტექნიკურ საკითხზე ყველაფერი ვთქვითო და აქ ანუ ორი მთავარი რაღაც გამოუჩა, რაც ძალიან მომეწონა. ერთი იყო ხმა, რაც ვახსენე და მეორე არის ეს 100-იანი უნდა დავამატო ტექნიკურზე რა, უბრალოდ არ შემიძლია რომ ეს არ ვახსენე და არ დავამატო. ცხვის აივი რო ხდება პუკუ. აი გავგიჟდი პლასტიკაზე. როგორი ჩიტის ის აქ დატოვებული ისევ. პლასტიკა აქ როგორ შენარჩუნებული. მაგაზე გავგიჟდი, გადავირი, აი ძალიან მომეწონა. აი არ ვინ დახატა, ვინ გადაწყვიტა რომ ასე უნდა გაეკეთებინათ. ვინ გადაწყვიტა რომ ასე უნდა გაეკეთებინათ. ასეთ რაღაცებს ვგიჟდები ხომ, ასეთ დეტალებს რო აქცენ ყურადღებას, აი ძალიან ვგიჟდები, განსაკუთრებით ანიმაციაში, იმიტომ ვაფასებ რაღაცას, რომ პატარა ფილმის გადაღებას უდიდეს შრომას მოითხოვს, მაგრამ მე მგონი კარგად მოიხსენება, რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე ანიმაციაზე მუშაობა და რამდენი ადამიანი არის ხოლმე ჩართული, რამდენი ეტაპი არის გასავლელი და თითოეული დეტალის გათვალისწინება 100-ად ზრდის ხოლმე სამუშაო პროცესის მოცულობა ზოგადად. და ეხლა აი ამ პლასტიკის გათვალისწინება ხო რამხელაზე გასდი და იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიურია ხო და ეს რო გადაწყვეტოს რომ კი გავაკეთოთ ამით ჩვენი შრომა უფრო მეტ შრომას მოითხოვს ეს მაგრამ ეს 100-იანი უნდა გავაკეთოთ თითქოს რა შეძინა ხო აი ასე რო არ ყოფილიყო და ჩვეულებრივი პუკუსავით რო არა რა პრობლემა ისევ ისეთი საყვარელი იქნებოდა როგორც იყო და აზრიც მთავარი სათქმელი ანიმაციის ანუ არაფერს არ შეცვლა მაგრამ ეს რო გააკეთა დეტალია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გუდომენში რო ქროვლინ და აზრია ფილმი გასვალეს ადგილები რომელიც სხვადასხვა გუდომენსის გახელით რომ ნასაუბრალი ეს იყო რას ვაკეთებს თათა საერთოდ ჩვენ რა გამოდის რომ კინემატოგრაფზე მოხარ არხი გაკეთებს აი ამ ხებზე კი ჯოები თუ ვინები არიან ზოები ზო რაღაც ზო ყველები არიან ეს აი რაღაც არსებას მახსენებდნენ რაღაც ანიმაციიდან შენც ხო კიდე იმის ოლის მამა რა საყვარელი პაწუა ლეკვი რო გადმოიყვანს ცხოველებს ხო და მე თვითონ რო იძირება და რო ოლი რო ეხოწება რომ მამა დაგვეხმარე დაეხმარი აი მომეწონა აი ჩუმად გაკეთებული მიღება რა რომ უბრალოდ წავიდა არც თავშულს აგახედა არაფერი წავიდა და პატარა გლის ლეკვი ამოიყვანა თითელი ჩოკოლადი და რა ლუკაიმა ღმერთო აი ეს მაგ ეპიზოდს პროლოგივით იყო აი ამ ლეკვს რო გადაარჩენენ იქ ოლი რო გადაარჩენს ხო მაგის პროლოგივით იყო ჯერ შვილმა გადაარჩინა მერე მამამ გადაარჩინა ყველაფერი ეს ურთიერთობა ურთიერთგაგება ურთიერთდობა კომუნიკაციის გაჩენისული ყველაფერი იწყება პატარა ოლი და პატარა აივისგან ანუ ბავშვებიდან რაღაც ახალი თაობიდან ახალი სიცოცხლიდან და ეს ერთი ხო გაიარეს გასაგებია რომ ეს ჯერ მხოლოდ ამ ორ შორის მოხდა და მე ეს საზოგადოებები იმიტომ რომ რეალურად ეს ორი საზოგადოება ერთმანეთის რეალურად არ არის უბრალოდ გონია თუ ერთმანეთის მტრები არიან ეგეც ხო ნუ თავიდან რას თქვით რომ უბრალოდ ასე აფიქრებინეს რომ თქვენ მტრები ხართ მაგრამ მგლები და დანარჩენები ხო მართლა ფიზიკურად მტრები არიან იმიტომ რომ ისინი მგლები არიან ჭამე ხო ბუნება და აქაც ამ პატარა ლეკვიდან რომ მოდის ამ პატარა ლეკვის გადარჩენიდან აქაც ახალი თაობა ახალი სიცოცხლიდან უნდა დაიწყოს ან ის უნდა გახდეს მიზეზი შერიგების
კი არა და რაღაც ახალი ურთიერთობის ამ შემთხვევაში ეს საერთოდ ახალ ურთიერთობას გულისხმობს კი და მინდა უშო რომ თავიდანვე ეს ლეკვი პირველად რო გამოჩნდა უკვე რაღაც იმედი გამიჩნდა ანუ მან უკვე ისე მიყავს თხრობა იმდენად არის გამოხულებული ყურადღება ახალ თაობას თემაზე რომ ახალმა თაობამ უნდა გააკეთოს ის რაც წინა თაობებმა ვერ გააკეთეს რომ იმის გამოჩენაც კი საკმარისი იყო რომ უბრალოდ გავიფიქრე რომ აი აქ რაღაც იმედი არის კი თან უბრალოდ იმდენად საყვარელია რომ შეუძლებელი რომ ასე საყვარელი არსებობს ის ფრაზა რომ იყო მშიაო მილიონჯერ მითხარი უკვე რომ შედა ხო ანუ ყოველ წამს მომნე რომ შენ ყოველ წამს შედა და მაგიტო ნაკნა შია და ლაგაკს ბოლოს ვიცი როგორ ვიყავი აი ორი შეუვარდი ერთ-ერთი რო შეჭამოს რა პრობლემა იქნება შია ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ ოლის და მამამისის ნუ თავის შოულების მაგრამ მამამისი უფრო გამოკვეთილი იყო თვითონ ეს ურთიერთობა მათ შორის იმიტომ რომ მამამისმა არ იცოდა არაფერი რა გადახდა ოლის თავს როგორ გაიზარდა მისი პერსპექტივა რომ უბრალოდ შვილის სიტყვას ენდო რომელ და ეს გავიხსენოთ რომ იქამდე რაც იცოდა ამ შვილზე იყო რომ მის გამო მთელი მათი საზოგადოება მთელი პუკის ესეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. პუკი ვინ არის? პუკები და პუკი. ხო, მაგრამ მთელი ეს საზოგადოება ესეთ საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ შეიძლება განადგურების პირას იყვნენ საერთოდ და ანუ თითქოს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ მას ენდოს, ხო? მაგრამ მაინც ირჩევს, რომ ენდოს და ის გვანც არის ლაპარაკობდა, რომ თვითონ სანამ გაანდობდა ამ თავის თავგადასავალს იქამდე ენდო. ერთ ვიზუალურ მეტაფორაზე მინდა კიდე ყურადღება გავამახვილო. თავიდან რითიც დაიწყო ოლიმ აღმოჩენები და ეს თვალსაჩინოს პერსპექტივის გასდა იყო ის ნიღაბი, ასე ვთქვათ, ამ ნიღბის შემთხვევითი გატეხვით აღმოაჩენს სწორედ იმ ჯეივენების დაფრთხობის საშუალებას და რითიც მე ყველაფერი იწყება, ანუ სათვალე ზღვის ნიღაბი არის თითქოს იმ ცნობიერების გაზრდის მეტაფორა, რომ იმით დაიწყო და მივიდა მთავარ კულმინაციამდე. თუ მიხვდით ძალიან მოგვეწონა ეს ანიმაცია. მაგრამ ძალიან კაი ანიმაციაა. მადლობთ ყურებისთვის. არხის გამოწერა ალბათ არ დაგავიწყდებოდათ, მე ვგონებ და შეგიძლიათ ვიდეო დაალაიქოთ, რომ ვისაუბრეთ და მოგვისმინეთ. კომენტარებს დაწეროთ. Wild Robot-ზე გვაქვს ეგ სათაურად. აჩვენეთ ეს ანიმაცია ბავშვებს, იმიტომ რომ მართლა ეგეთი ანიმაცია იყო და რაღაც ვოლორი არის. და აქ პირდაპირ ესადაგება თემას აჩვენეთ ეს ანიმაცია ბავშვებს და ომი აღარ იქნება. არა მხოლოდ ბავშვებს, ეს ანიმაცია ვაჩვენოთ ყველას. დავემშვიდობეთ, ნახვამდის. მართლა კარგად. კარგად.